წმინდა დიდმოწამე გიორგი დაიბადა მე-3 საუკუნეში კაბადოკიაში. მისი მამა გერონტიოსი მართლმადიდებლობისათვის მოწამეობრივად აღესრულა, რის შემდეგაც დედა პოლიხრონია კაბადოკიიდან პალესტინაში გაემგზავრა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანული აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში გამწესდა მხედრად. მამაცმა და უშიშარმა მეომარმა იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიიქცია და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც დაიმსახურა. იმ დროს იყო ქალაქი ლასია, სადაც მეფობდა უჯულო მეფე სელინიოსი. იმ ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გველეშაპი ბინადრობდა. იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს გველეშაპის მოკვლა, მაგრამ ამაოდ. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა. თავიანთი შვილები მიგრიგობით მიეცათ მხედრისთვის შესაწირად. და ეს ბრძანება აღესრულებოდა მანამ, სანამ მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებული მამა საჭმელსაც აღარ ჭამდა და უკანასკნელად მიმართა თავის ქვეშემდომებს. შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ არც ოქროვერს ხსინანებდა და არც თავის სამეფო გვირგვინს. მაგრამ ამაოდ არავინ თან აგზო, რადგან მისი დადგენილი იყო ეს წესი. იმ დროს, როდესაც სამშხვეპლოდ გამზადებული მეფის ასული ელოდა წყლიდან გველეშაპის ამოსვლას, უფლის ნებით ტბასთან წმინდა გიორგი გამოჩნდა და ცხენს წყალი შეასვა. იხილა რა, თვალცრემლიანი მეფის ასული ტირილის მიზეზი ჰკითხა და იესო ქრისტეს სახელით დახმარება აღუთქვა. წმინდა გიორგიმ მაცხოვარს ლოცვით მიმართა, რათა უფალს მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის. უეცრად ყველაფერი შეირხა. ტბიდან გამძვინვარებული გველეშაპი ამოვიდა. წმინდა გიორგი გველეშაპთან შესახვედრად გაეშურა. გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: უფალო, ღმერთო, გადააქცია ეს მხეცი ჩემს მორჩილად. სულიწმინდის შეწევნით ბოროტი გველეშაპი წმინდანის ფეხთი დაეცა. წმინდა გიორგიმ მეფის ასულს უბრძანა, სარტყელი ყელზე მიება მხეცისთვის და ისე წაიყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ხალხი წმინდა გიორგიმ დაამშვიდა და უთხრა: იწამეთ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და ქალაქის მცხოვრებმა: გვწამს, მამა, ძე და სული წმინდა. წმინდა გიორგიმ ეპისკოპოსი ალექსანდრე მოიწვია. მათელისცა მეფეს და 15 დღის განმავლობაში 45,000 ადამიანი მოინათლა.